აღსდგა. Ქრისტე აღსდგა. Ქრისტე აღსდგა. Მრავალ აღდგომის წინვალე დღესასწაულს დაესწარით თქვენა და საქართველო და საქრისტიანო. ამინ. დღეს დიდი დღე არის. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ვერ იტევს ვერანაირი სიტყვები ამას, რასაც აღდგომა ქვია, აღდგომის დღესწაული ქვია. განკაცდა ღმერთი და ჩვენი სიყვარულის გამო, იმიტომ რომ მოეკლა ცოდვა და სიკვდილი, ავიდა ჯვარზე და იტვირთა უდიდესი ტვირთი, კაცობრიობის ცოდვა იტვირთა. საფლავში დაედო ხორცით, ხოლო სული ჩავიდა ჯოჯოხეთში, რათა ჯოჯოხეთიდან ამოეყვანა უკვდავი სულები. განძი წამოეღო ჯოჯოხეთისა, ეს განძი იყო ადამიანის სულები, რომლებიც უნუგეშოთ იყვნენ, უიმედოთ იყვნენ, რომელზეც იყო ხელმწიფება ეშმაკისა და დაცალიერდა ჯოჯოხეთი. რა მწარე მდგომარეობა იყო, რომ რაც არ უნდა წმინდად გეცხოვრა, რაც არ უნდა გეღვაწა, მაინც ჯოჯოხეთში მიდიოდა ადამიანი. იმიტომ რომ ხსნა არ იყო, ჯერ ხსნელი არ იყო მოსული. და რა მოხდა? მაცხოვარი რომ აღსდგა მესამე დღეს, ეს ანგელოზებმა ახარეს კაცობრიობას და თვითონ მაცხოვარი საფლავის სიახლოვეს გამოეცხადა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს. პირველი მას გამოეცხადა, მარიამ მაგდალინას გამოეცხადა, პეტრეს გამოეცხადა მოციქულს. მერე კართა ხშულთა შევიდა და მოწაფეებს გამოეცხადა და შეწუნდა, შეეშინათ, სული რამ მეეგონა და მოითხოვა ჭამადი და ჭამა მათ წინაშე, რომ დარწმუნებული იყვნენ, რომ ხორცითაც იყო იგი ამდგომილი და სული არ იყო. აი საოცარი რამ აღასრულა უფალმა ღმერთმა ჩვენი ხსნისათვის. და დღეს მის აღდგომას ხარობს და უფალმა ყველა მიიღო, ყველა შეიწყნარა, არავინ არ უარყო. ეს პირველი ჟამს მოსული, მეორე ჟამს მოსული, მესამე ჟამს მოსული, სახარებაში გახსოვთ ხო? ყველა მიიღო. ვინც მლოცველი იყო და არ იყო მლოცველი, ვინც ზარმაცად გაატარა და ცონარებით ესმარხვა და ვინც იღვაწა, ვინც იმარხულა თუ არ იმარხულა, ყველა მიიღო უფალმა, არავინ არ უარყო, არავინ არ შეურაცხყო. ხოლო იუდა დარჩა, იმიტომ რომ თვითონ აირჩია ეს გზა და უფალი ყველასთვის მოვიდა, ყველას გადასარჩენად მოვიდა. როგორც ეგვიპტეში კრავის სისხლმა იხსნა კაცობრიო მაშინდელი ადამიანები, მაშინდელი ებრაელები, როცა სიკვდილის ანგელოზმა ჩამოიარა და მათ კარებზე სისხლი იყო ნაცხები, აღარ მიეკარა ანგელოზი, იქ არ შესულა სიკვდილი. აი ამ სისხლმა ისინი იხსნა ხორციელი სიკვდილისაგან და ასე კი ერქვა იმ დროს, ანუ ჩავლა, ანგელოზმა ჩაიარა. და იმ დღევანდელ აღდგომასაც პასექს ეძახია. ქრისტეს სისხლით ვართ გამოსყიდული და არა ხორციელი და წუთიერი სიცოცხლე შეგვინარჩუნა, არამედ მარადიული სიცოცხლე მიეცა ადამიანებს. 60 გაიღო და 60-ში არის მარადიული სიცოცხლე. დღეს მღვდლებმა, ასე წერენ მამები, დაკლეს კრავიო, ანუ სეფისკვერი სიმბოლოა კრავისა, ბარძიმში ჩაასხეს ღვინო და წყალი და წმინდა ტრაპეზზე აკურთხეს და სულიწმინდის მადლით ის სისხლად და ხორცად შეიცვალა და მაშინ მათ თავიანთ კარებზე ცხეს კრავის სისხლი და ახალი აღთქმის კრავი ქრისტეა ზეციდმოვლენილი და მისი სისხლი ჩვენი კარების, ესე იგი წირთხლს ეცხო, შესასვლელს ეცხო. რა არის ეს? ჩვენ ბაგეებს ეცხო ქრისტეს სისხლი. ჩვენი ბაგეებით ჩვენი სხეული ეკურთხა მაცხოვრის სისხლი და მიიღო ადამიანმა გამოსყიდვა და გადარჩენა. და ეს აღდგომა ვის ეკუთვნის?
ეს დიდი დღე, წმინდა დღე. ესე არის დღე, რომელიც ქმნა უფალმა ვიხარებდე და ვიშვებდეთ ამაშინა. რომელიმე ერს ეკუთვნის, რომელიმე ტომს ეკუთვნის. ვისი კუთვნილება ეს? ყველა ადამიანის კუთვნილება. ქრისტე ყველასთვის აღსდგა. როგორც მზე ყველასთვის ამოდის სისკამარაზე, ქრისტეს აღდგომაც ყველასთვის არის. თავარია ყველა მიიღოს და შეიწყნაროს. მკვდრეთით აღდგომილი უფალი. და რა აღასრულა უფალმა? მან დაამარცხა სიკვდილი და დაამარცხა ცოდვა. და დავდივართ ეკლესიაში და ხშირად არ გვესმის რა არის სიკვდილის დამარცხება, არა დავხედავთ რომ ისევ არის სიკვდილი, ისევ გრძელდება სიკვდილი. და რომელი სიკვდილი დაამარცხა? გალობთ ქრისტე აღსდგა მკვდრეთით სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი დასაფლავების შინათა ცხოვრების მიმინიჭებელი. ყველაზე დიდი სიკვდილი ის იყო, როცა ადამი ღმერთს დაშორდა, სიცოცხლის წყაროს დაშორდა. როცა ვას ლერწამს მოაჭრი, ლერწამი ექნება ხელში, მაგრამ თუ ის მოშორებულია, საძირეს, ის მკვდარია. ვინც უფალ სიცოცხლის წყაროს არის მოშორებული, ის მკვდარია და ეს დაემართა ადამს. და მაცხოვარმა რა აღასრულა, რა გააკეთა? ღმერთი და ადამიანი შერიგდნენ. 64 იყო დახშური და გაიღო. ადამიანი სიცოცხლეში როგორ მოდის? დედის წიაღს გაივლის, ისე დაიბადება დედამიწაზე. სხვანაირად ადამიანები არ მოსულან დედამიწაზე. სიკვდილი უნდა გაიაროს ყველა ადამიანმა. როგორც დედის წიაღი გაიარა და ამ მიწაზე მოვიდა, სიკვდილი არის უკვე კარები. რითიც ადამიანი უკვე შედის მარადიულ სიცოცხლეში. ანუ ჯოჯოხეთია ყველაზე დიდი სიკვდილი. ღმერთის დაშორებულობაა ყველაზე დიდი სიკვდილი და ამ სიკვდილზე ლაპარაკობს. ამ სიკვდილის დათრგუნვაზეა ლაპარაკი. სიკვდილში იყო ყველა თვით ძველი მამამთავრები, პატრიარქები. ყველა ჯოჯოხეთში იყო. მიწიერად იცხოვრებდნენ და მერე მარადიულ სიკვდილში მიდიოდნენ. აი ეს ჯოჯოხეთი არის დათრგუნული. 64 არის გაღებული და სიკვდილის კარიბჭეს გაევლის ადამიანი, ვინც უფლის აღდგომას ეზიარა და იქ დაელოდება ანგელოზი, უფალთან მიიყვანს. აი ეს სიკვდილი დათრგუნა ქრისტემ თავისი სიკვდილით. სიკვდილითა სიკვდილის თავისი სიკვდილი ჯოჯოხეთი დათრგუნა, რომელიც ყველაზე დიდი სიკვდილია სამყაროში. და ცოდვაზეა საუბარი კიდე. ცოდვა დაამარცხა, ცოდვა შემოსა და ისევ არის დედამიწაზე ცოდვები. როგორ დამარცხდა ცოდვა? აი იყო დრო, აყო ესეთი დაავადება ყვავილი და უამრავი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. როცა გამოიგონეს მისი წამალი, თქვეს რომ ყვავილი დამარცხდაო. ანუ ბევრი დაავადებების საწინააღმდეგო წამალი რო გამოიგონეს, ამბობდნენ რომ დამარცხდა ესა თუ ის დაავადება. ცოდვა არსებობს, მაგრამ შეიძლება მისი მკურნალობა, მისი დამარცხება, არსებობს წამალი. და რა არის ეს წამალი? უფალმა რა თქვა? მიიღეთ და სჭამეთ, ესე არის ხორცი ჩემი, თქვენთვის განტეხილი, მისატევებელად ცოდვათაო. სუთ ამისაგან ესე არის სისხლი ჩემი, თქვენთვის და მრავალთათვის დათხეული, მისატევებელად ცოდვათ. ანუ ცოდვების მიტევება წმინდა ზიარებით ყოფილი, ანუ წამალი არსებობს, რითიც დამარცხდება ცოდვა. რომელიც ჭამდეს სისხლად ჩემსა და ხორცად ჩემსაო, ის ჩემთანა გიეს და მე მასთანა უფალი ამბობს. მაგრამ ჩვენ ისე ვარდებით ცოდვებში. მიუხედავად იმისა, რომ ვეზიარებით. ეხლა ადამიანი რომ ცუდად გახდეს, აი გაცივდეს და მოარჩინო, მოუარო და მოარჩინო, წამალი დაალევინო და წავიდეს და ისევ ყინულიან წყალში ჩაწვეს, რა თქმა უნდა ის ისევ გაცივდება და დაავადდება. უფალი განკურნავს ადამიანს თავისი სისხლით და ხორცით, მაგრამ თუ ადამიანი თვითონ არ შეინარჩუნებს ამ სიწმენდეს და ისევ ცოდვას დაუბრუნდება, ეს მკურნალის ბრალი აღარ არისო, მამები წერენ. აი ამაში არის საქმე. და რამდენი ვიცით
წმინდანი, რომელიც ცოდვილი იყო და საშინელი ცოდვილიც კი იყო, მაგრამ იმკურნალეს, რითი იმკურნალეს? წმინდა ზიარებით, წმინდა საიდუმლოებებით. და დღეს ისინი ცაში ვარსკვლავებით წყინავენ, ხარობენ ანგელოსთა თანა, უფლის სიახლოვეს არიან. ესე იგი, თურმე შეიძლება, რომ ადამიანი დედამიწაზევე ეზიაროს უფალს და უფლის მადლს. ანუ არსებობს წამალი, რითიც იკურნება ცოდვა და ასევე არსებობს საშუალება ქრისტემ თავის სიკვდილი დაამარცხა. ჯოჯოხეთი გაუქმებულია. თუ ადამიანი თავის ნებით არ წავიდა, აი უფალით ცოდვაში მყოფ ადამიანს ღორსა და ძაღლსა ადრის. არ დაუყაროთო მარგალიტი. რაც არ უნდა გაბანო, თუ ის წავიდა და ისევ ტალახში ჩაწვა, ეხლა გამბანალმა რა ქნას? აი ამაში არის საქმე. ეს ადამიანი უკვე თვითონ წვეც აღდგომის, მარადისობის სიხარულს ეზიაროს, გაიხედოს ისევ ცოდვისა და სიკვდილისაკენ. სიკვდილის გზა უკვე აღარ არის გარდაუვალი, ადრე გარდაუვალი იყო. ეხლა ადამიანის თავისუფალ ნებაზია. არ უნდა დიდ პატრიარქებს, დიდ წმინდა მეფეებს, ბიბლიურ მეფეებს ჯოჯოხეთში წასვლა, მაგრამ მაინც მიდიოდნენ, ჯოჯოხეთი არ იყო გაუქმებული. გარდაუვალი რეალობა იყო. ეხლა ქრისტეს აღდგომით აღარ არის გარდაუვალი რეალობა. ჯოჯოხეთი არ არსებობდა ცოდვის წამალი. ჩაიხედავდნენ სარკეში და ინახავდნენ თავის მდგომარეობას ცუდს და ვერაფერს ვერ შეელოდნენ. ძველი აღთქმა ანახებდა ადამიანს თავის მდგომარეობას, მაგრამ ხსნა არ იყო, გადარჩენა არ იყო, წამალი არ იყო. აი ქრისტეს მადლია წამალი, ქრისტეს სისხლი და ხორცი არის წამალი. და დღეს თითქმის მთელი ტაძარი ეზიარა. ვინც სინანულში იყო, ვინც თავი დაიმდაბლა, ვინც გამოხატა სიყვარული უფლისადმი, ყველა ეზიარა და საკურნებლად გექცეთ სულისა და ხორცისა, საცხოვნებლად გადასარჩენად, აღდგომელი უფალთან მიახლების საშუალებად. აღდგომი სიხარული იყოს ჩვენ გულებში, იყოს ჩვენ ეკლესიაში, ჩვენ ხალხთან იყოს, თელ სამყაროში იყოს ეს აღდგომის სიხარული. კიდევ მინდა ვთქვა, რომ აი დამი დავამთავრო, რომ პირველი აღდგომა უწმინდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორეს გარეშე ვხვდებით. ეს ვინც 10 წლეულები გავიარეთ მასთან ერთად ეკლესიაში და ის იყო ჩვენი მამა, ჩვენი მოძღვარი, მის ქადაგებებზე ვიზდებოდეთ სტუდენტები, მერე დიაკვნები, მღვდლები და აი წლები გადიოდა, ისინი ძალიან კარგად გამიგებენ ეს რა არის. რა თქმა უნდა ყველას ტკივა, მაგრამ ვისაც ერთი პატარა შეხება ჰქონდა მასთან, ისინი უფრო ძიმედ განიცდიან ამ ყველაფერს და შევთხოვ დღევანდელი დღის მადლს, აღდგომის მადლს, უფალს შევთხოვ, რომ ჩვენი პატრიარქი მარადიულ აღდგომაში და სიხარულში გააბრწყინოს იმ ქვეყანას. ცხონებულ და გადარჩენილ წმინდა პატრიარქებთან დაამკვიდროს, წმინდა მეფე დედოფალთან დაამკვიდროს. ის გახდეს მლოცველი და შემწე აქეთ ჩვენი, ჩვენ კი აღარ ლოცულობდეთ, ის ლოცულობდეს და ის გვეწეოდეს იმ ქვეყნიდან და აი ეს ჯერ 40 არ არის მისი გასული და ამ დღეებში ის უკვე აღდგომა შეხვდა და ეზიარა ცათასასუფეოში და მარადიულად მასთან იყო საღვთო ნათელი, აღდგომის ნათელი და მისი ლოცვით მოგეფინოს თქვენა და სრულიად საქართველოს და საქრისტიანოს. მრავალ აღდგომას დაესწარით, სიხარულით, სიკეთით აივსეთ თქვენა და მთელი სამყარო. ამინ. ქრისტე აღსდგა! ქრისტე აღსდგა! ქრისტე აღსდგა! იცით რომ მინდა არტოსი, ანუ პური, თუ არტოს, პურს ნიშნავს და აღსავლის გახსნის კარებში სამეუფო კარები, არიკეტება 64-ის კარის სიმბოლოა, იცით რომ 64-ის კარები ღია არის, წინვალე შვიდეოში იქნება გაღებული ეს მინდა კარები
და არტოსი დაიდგმება და მოხდება შაბათს განტეხვა მისი და მადლ მოსილი და კურთხეული ორი არის ეს. ლოცვები იცვლება მეუფეო ზეცათაოს მაგივრად სამჯერ ქრისტეს აღდგომის ტროპარს ამბობთ ქრისტე აღმდგრეთი სიკვდილით და სიკვდილისა დამტკუნველი დასაფლავების შინათა ცხოვრების მიმჭებელ და პირსაცის მაგივრად იგალობდება ანგელოზი ბაღადებს და განათლები განათლები. და ამ კვირაში პასექის ჟამნი იკითხება. ადამიანები აი მხოლოდ ამ საგალობლებს კითხულობენ პასექის ჟამნისა. მრავალ აღდგომას დაესწარი საქართველო, ამინ.